კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის კართან მდგევარ და კიდევ ერთ დილამშვიდობის ასე ვეთქვი მაღვიძარას მაყურებელს და შევეცდები დავრეკო ზარი იმისათვის რომ გააღოს ამ ცნობილმა ადამიანმა კარი და მივხვდეთ თუ ვინ არის იგი და რას წარმოადგენს ქართულ შოუ ბიზნესში. ნინი ბადურაშვილი დილამშვიდობისა. მეგობრა ხან მეორე კოცი. ეს ორი კოცნაც რაღაცა საქართველოში არ არის. საქართველოში არ არის. ხო, გერმანიაში მოხდა. მაგრამ ხა ეს დიდი ხანია გაიღვიძე? მე გავიღვიძე დაახლოებით გეტყვი ხა რომ 11-ზე, 1 საათია. ხო, არა, 11-ია. ეხლა 11-ია. 5 წუთის წინ გაიღვიძე. სად გეწინა? იქით წამოვბრძანეთ. და სხვათა შორის არ მძინებია მთელი ღამე და რატო არ ვიცი. გიყვარს ხო ძილი მე მგონი. დავჭდეთ. გიყვარს. მიყვარს, მაგრამ იცან ხა 2 საათამდე და 3 საათამდე არ მძინავს. ნუ გააჩნია რომელსაც დავიძინებ წინა დღეს. ანუ თქვა თუ დავიძინე. და თუ კარგი სიზმარი გესიზმრება აგრძელებ ხოლმე? აი სიზმრები რაღაცა ამ ბოლო დროს კი არა საერთოდ არ მესიზმრება, ძალიან იშვიათად. ზოგადად უფრო კოშმარები მესიზმრება. კოშმარებში ვის ხედავ ხოლმე? კოშმარებში ზოგადად მე ვარ მთავარი გმირი და ვიღაცები მომზდებენ და ნუ რაღაც საშინელებები ხდება. ყვირილი გინდა ვერ ყვირით ხარ. ხო, აი მივიხარ ვერ მივიხარ და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი. სიმღერა გინდა ვერ მღერი. ეგეთი არ მქონია. კი, როგორ არ მქონია. გამოვედი კონცერტზე და აი მინდა რომ ვიმღერო და აი ძალიან ბევრი ხალხი დგას და ახმა არა მომდის. ეს იყო ძალიან ცუდი და აი საშინელება იყო. ხარი ზოგი ადამიანი რომ აღმოსავლეთით უნდა იდგეს ლოგიკა რომ უფრო ტკბილად გეცინოს ამ დასავლეთით. ეხლა საიტს გას აღარ აი საიტს გას ვერ მოხდა. ხო იცი ვერასდროს ვერ ვიმახსნა. აქეთ აღმოსავლეთი ეს რა აქეთ რატო არ სულერთია. არა როგორც მოგეხიოთ ისე დაგეთ ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს კი უადგილოს ვიკითხე. მაღვიძარა თუ შედის შენ დიდი შემოქმედება? მაღვიძარა არის ტელეფონი. და როგორი ზარი გაქვს მაღვიძარის? აი ჩვეულებრივ Nokia-ს რაც აქვს. შენზე იღვიძე? ხასიათზე არ მოქმედი. იცი რა არის? ადრე რომ მქონდა რაღაცა მელოდია დაყენებული რომელიც მიყვარდა და შემზიზღდა და რაც უნდა დავაყენო მაინც ზიზღება და ეს ისედაც მეზღებოდა ეგ ზარი თავიდან. აქედან გამომდინარე პირველი რასაც აკეთებ პროცესს დილით იღვიძებ, თვალებს რო ახელ. დიდხანს ფხიზლდები? იცი რა არის? გეხმარება მუსიკა, გეხმარება დაუშვება. არა, რაღაცა რო თვალს რო ახელ, აი დაახლოებით 2 წუთში უკვე ვდგები, იმიტომ რომ არ შემიძლია ლოგინში გადატრიალდი, გადმოტრიალდი. თან ტელევიზორი არ მიდგას ოთახში, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ძალიან წინააღმდეგია საერთოდ ტელევიზორის ახლოსაც რო დავიჯდები, იმაზე ყვირის და ხა საძინებელში ტელევიზორი რაღაც. და აქედან გამომდინარე ტელევიზორი რო იყოს კიდე ჩართავდა შეიძლება არ სადგე და მუსიკასაც არ ვთავ. არა. ხალათით დიდხანს არ ხარ ხო? ხალათი საერთოდ ხალათი არ გაქვს მინიმუმში. მიყიდეს თუ შეიძლება. არა, მაქვს უბრალოდ და ხარისხი. მაქვს ვარდისფერი ხალათი, რომელიც რაღაცა აი ხა აღმოვაჩინე რომ გაფუჭდა თუ რაღაც. ისედაც არ ვიცმევდი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვანიდან გამოვალ და პროსტ ხალათი და მე ვიხდი. ესე სახში ხალათი. პირდაპირ იცმევ და რას აკეთებ პირველი? ვარჯიშობ, ყავას სვავ. პირველი რასაც ვაკეთებ, ეხა ბაბუმ, ესე იგი, მომიტანა, არ ვიცი, მე ეს შეიძლება ეხა რეკლამად ჩამეთვალოს, მაგრამ ეს რაღაცა ის რო არის ფიტნეს ბამბი კი არ მეორე რომ აკინგ პრო თუ რაღაცა. აი იმაზე ესე იგი სუპერ კანჩი არა. სუპერ კანჩი ის რა არის სუპერ კანჩი? რაღაცა ესე პრესის სავარჯიშო. არა, სუპერ კანჩი აი ეს არის. ხო, ესეთი და მე მაგ ეს რომ დაწოდა ეს რაღაც რევოლუციური გამოგონება. რა არის სუპერ კანჩი? რაღაცა ესე პრესის სავარჯიშო. 20 აზიდვას ვაკეთებ, იმიტომ რომ მეც ვერ ვაკეთებ. აზიდვასთან ერთად. და შემდეგ უკვე ვადუღებ ყავას.
და ვჭამ, ყოველდღიურად ვჭამ. ესე არ არის რომ მარტო ყავა დავლე და წავედი, არ შემიძლია. სხვა შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ვიცი. ხო, იმიტომ რომ ზოგი ყავას და სიგარეტს ეწევა და სიგარეტს არ ვეწევი და და ხონდა ჭამ. ხონდა ვჭამო. ესე იგი მაღვიძარა დაგიბრუნდება ძალიან მალე ეთერში და ივარჯიშებს მე მგონი ნინი ბადურაშვილის სუპერ კანჩზე. ხო. ზოგადად მაღვიძარა და ეს ყოფილა რა? Up Pro. მართალი ყოფილ ხარ. ხო, ეს არ არის სუპერ კანჩიც არ ყოფილა ის. ნოპ უკვე. სხვათა შორის კი. სანტიმეტრი არ გაგრეკლამა. სანტიმეტრი არ ვიცი, სადღაც მაგ. მაგათი გონია, ხო თივში უბჭიშ თუ რაღაც. დავიწყო? აი ნახე პოსლი. ესე იგი შეხედეთ ეს რა არაჩვეულებრივი მოწყობილობა. ეს არის ჯერ მე უნდა დავიწყო იმით ჩემი სახით და მე რა უნდა გადახვიდე. აგერ უკვე 20 წელია თუ რაღაც. აგერ უკვე 20 წელია მე ვიყავი 90 და უნდა იტირო თან. 90 კილო. მას შემდეგ რაც აპკინ და აგეტიროს. მიხვდი აი მე დაიტირებათ ხო? რო დაიკნეს. ბრო. მომიტანა ბაბუჩი. ბაბუჩემა იმედო. იმედო. მას ჩვენ ესე იგი ამის მერე მე ესე იგი ეხა ვიწანი 90 კილოს. და მე იმედი მაქვს რომ ერთო რამდენ ხანში აცხადებენ? 10 დღეში მე 10 დღის შემდეგს მივახწევ და ვიქნები 50 კილო. სანამ ბაბუა მოგიტანდა საჩუქრად აპკინ პროს მაშინ როგორ ვარჯიში? მანამდე ესე რომ დავწობდი ფეხებს ესე აღწევდი, ანუ როგორც ჩვეულებრივად რა, როგორც კეთდება. ფეხებს დავწევდი, ფეხებს ეს გავწევდი. ჩვეულებრივად როგორც პრესი და ფეხები. პრესი ხო. კი, აშკარად იგრძნო. სად ინაცვლებ ხოლმე შემდეგ ესეთი გამოხრებელი ვარჯიშების შემდეგ? ესე იგი ამის შემდეგ შხაპი აუცილებლად იმიტომ ძალიან დაღლილია. შხაპს მანამდე ვიღებ, სხვა თუ ეგ დამავიწყდა რომ მე თქვა ჯერ შხაპს ვიღებ, იმიტომ რომ ახლა აქ 20 აზიდვით ესე არ იმასიზავ. აქედან გამომდინარე მე მოვდივარ რა, აქ ცოტა არეულობა აქ ბაბუა ჩემს უჭამია. ავალაგოთ. ეს პასკა რატო იყიდა ბებია ჩემ რა შუაში რომელი დღეა? პასკა ეს. საუზმე შენით მზადებ. არ არის ავტო. ჰა? საუზმე შენით ამზადებ? ხო, მე თვითონ აი ბებამ გრეჩიხა მომიხარშა, იმიტომ რომ დილაობით რაღაც ეს საჭმელებს მივიცმე. ბრინჯი, გრეჩიხა, მაწონი, იოგურტი, ხაჭო და ასე შემდეგ. ჩვენ ხო გვინდა სამივეს. კი, მაყურებელს მე და შენ. მაყურებელს ხო. რა კერძი მოვამზადოთ? ამზადებ ხოლმე კერძებს ნინი? არა. დილით გასაკუთრებით. გუშინ დავჭერი მაგალითად ეს სალათი მე. ესე იგი ეს ან ნიგზით თუ რაღაც. გაჩიჩილაძე ერთად ისწავლეთ გერმანიაში. ხო მგონი, იმიტომ რომ თაკოცის სალათში. ხო და ეს არის ნიგზიანი თუ რაღაცა. ეს ხო ნიგზიანია და თაკოს ნიგოზი არის, მაგრამ ვულგარული წიწაკა. თან ბროწეულია. თან რატო არის წყალში? რა საჭმელების გაკეთება იცი? რა საჭმელების გაკეთება ვიცი და არაფერი განსაკუთრებული შემწვარი კარტოფილის, ჭადის, მჭადის. ხო, გერმანიაში ისწავლეთ, ხო, მჭადი. და კიდე რა ვიცი, რა სალათების მე თქვენ ვიგო. წიწიბურას მოხარშვა კი იცის და კიდე რაღაცა იცის. ჭადი იცი ისეთი რომ არავინ არ იცის. ცნობილი მე ჭადი. ცნობილია ჩემთან დადიან მჭადზე. ჭადზე. პორტოხალი კიდრის ქერქი რაღაცა. ხო, არა, ეგეთ რაღაცებს არა, ხო? ეგეთ რაღაცებს არა. ეს არ გააკეთოთ, მე არ ვიცი ეს უბრალოდ. შეიძლება მოამზადო. ხო, არ გააკეთოთ, თორე შეიძლება როფედა დიარია დაგემართოთ. არ ამზადებ და არც არასდროს არ მოგიმზადებ და არც აპირებ მომავალში ცხოვრებაში. თუ კი. რა, აი ეგეთ რაღაცას? არა. რაღაცა არ ვიცი თუ რაღაცა ორიგინალ იცი არის ძალიან ხშირად წერია ხოლმე გაზეთებში და ჟურნალებში რაღაცა ორიგინალური კოქტეილები და რაღაცები, მაგრამ სულ მეზარება ხოლმე მაგის გაკეთება, იმიტომ რომ იქ ისეთი რაღაცა წერია რომ 4 სუფრის ковსი ბამბუჩა და რაღაც რომელსაც ვერ იშო. ბამბუკის ხლორტი დაადნეთ. დილაობით სვა ყოველთვის ერთშიკა წყალს. რისთვის? ადუღებულს? არა, ჩვეულებრივ წყალს ჩემი
ორგანიზმი. კი არა, ნუ აი რაღაცა სულ ჩემი ორგანიზმი. რისთვის არის კარგი და საერთოდ ესე დღეში დილასაც და დღეში მთელი დღის განმავლობაში 2 ლიტრად წყალს. სახის კანისთვის, კუჭისთვის. გაგიმარჯოთ. სინტერი დაგიცო. ამჯერად მაგ აი ეს ბოდილოსენ რომელსაც აქვს გალმული სუნი, აი უსუნე. მაგარი სუნი აქვს რა. პატარა ზრუხა ხატია. პატარა ზრუხა ვანიოთ ხო? ზე და ზრუხა. აი ეს ამას ვისმევ თელ სტანზე. სახისთვის მაქვს სპეციალურად, ну აი ეს არის სახის გამწვენდი. მაგას ვიკეთებ კი ხშირად მიწავს უბრალოდ, იმიტომ რომ ნუ ისე პრინციპში აი ეს კრემი. ნახე რაღაც არის. როგორ უნდა რაღაცა. გავშალოთ რომ ბოლომდე ბელედა. თუ რაღაც ისეთი გადაღება ახლა რაღაც კლიპის და რაღაცა, მე უკვე მიკეთებს ვიზაჟისტი, ხო? ყავა ადუღდა, ხო? წამ. დაგიბრუნდებით მივხვდით ხო ალბათ ძალიან მალე და გავიგებთ როგორ ჩამოასხავს ყავას ნინი ბადურაში. ვაგზავნებთ მაღვიძარას ნინი ბადურაშვილთან ერთად და ჯერ წყალს ასხავ და მერე ყავას. შენ? პირიქით? ყავას და მერე წყალს. ხო და მე ეგრე ვშობოდი და მე მითხარს რომ პირიქით ჯობიაო და მე ვეღარ გავიგე რომ მოკლედ როგორი ჯობია ისე თუ ესე. ნახევარზე წყალი დაასხი, მერე ყავა და მერე კიდე წყალი. არც ის დაიჯერო და არც ის, ხო? ერთი ხო რა თქმა უნდა ალბათ რა ვიცი. მამაჩემი 2 სიყრის მაგარი. მოურიოთ. ხშირად ხდება ხოლმე რომ დილით ადრე სტუმრები ყავს ხოლმე? არა სხვათა შორის. ერთი მაყურებელს რამდენი უნდა შაქარი? 2-ო. 2-ო, ხო? კიო. ეს რომელმა მაყურებელმა თქვა. რომელი იყო? მეც ეხა ეს ჩემია და ამაში ის ჩაყარე ხო შენთვის? მე ერთი ჩამიყარე თუ შეიძლება. რა კაი მასპინძელი ვარ? მიბზანდით და მოგიტანთ არა? არა, ნუ შეწუხდებით თქვენ. რა უცნაური ოჯახი ვართ, რომ პასკა გვაქვს აი სუხარი. სუხარი. ჭადი. აი ეს ჭადები სხვათა შენ გააკეთე? არა, აი ესე ჭადს კი არ აკეთებს ნინი, ან ესეც ჭადს. გავაკეთე გინდა ჭადი. აი მე არა, ეხა ვერ გავაკეთე. ქვილი არ გათავდა გუში. ბაზარში თუ დადიხარ დილაობით? რაღაცა არ მეყო. ბაზარში თუ დადიხარ დილაობით? არა, რასამ. არასდროს არ ხარ. ბაზარში არა, თუ რაღაცა დამჭირდა, აი ქვემოთ მაქვს პატარა სუპერმარკეტი. ქულზე გამახსენდა. არა. და იმიტომ რატო ვიკითხე არც მაგრამ ქულზე გაგახსენდა ბაზარში. ბაზარი არა. რაღაც უაზრობა უნდა. კაი, წავედით იქ. სადარიო? არა. არა უნდა. არა, რაღაც იმ დროს თქვენს დაკეტესო თუ რაღაცაო და ვერ გავიგე რა შუაში. ტელევიზორი საძინებელში არ გაქვს და აქ უყურებ ხოლმე, ხო? გიყვარს ტელევიზორს ყურება ამ დილობით, განსაკუთრებით? კი, სხვათა შორის რაღაც. რა აქვს უყურებ ინფორმაციას თუ იღებ? აი, ინფორმაციასაც უყურებ, ამ Fashion TV-საც უყურებ. მაგრამ ნუ ხა ძალიან ხშირად არა MTV-ს და იმას. ნუ საქართველოს არხებს პრინციპში რა. თქვენ არხზე ძალიან მომწონს ხა იმას ლელას ის რო არის რეალური ხო ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ. რაღაცა დამაინტერესა. თუ უკრავ ხოლმე? არა. არა? არა. დილობით ნამდვილად არ უკრავ. თუ მღერი? დილობით კი არა და აი იცი როგორ უკრავ იშვიათად რა, ანუ აი თუ მომინდა. და დღეს ის იშვიათი დღეა, ხო? დღეს ხო რა ვიცი. დაუკრა, ანუ შენ ამბობ. არა, მოიცადე როგორი ყარი მახსოვს. მაგრამ კრაცა. ხო თუ რაღაცა იყო. ხო. ოღონდ სხვა ტონალობაში უკრავ. და რაღაცა ტინგ ტინგ. არ გვინდა. არ გვინდა? გვინდა დაიწყე. 1 2 3. დაიცადე. სპეციალურად მაგვიძარეს მაყურებლებისათვის. უცნაური. Спасибо.
ისა რომ ლინი ძალიან კარგად უკრავს, ასევე წიწიბურას იცხელებს ხოლმე და ყავას ადუღებს, ასევე ბოტანიკური ბაღი აქვს, ხო? დებია ფლორასი. ბოტანიკური ბაღი, ხო, ეს ბებია ფლორა აკეთებს, აგერა და უვლის. მე რაღაც არ უვლი. ერთადერთი ზაფხულობით რო ჩამოვდიოდი, ნუ თუ არავინ არ იყო სახში, მე უსხავდი წყალს. ანუ არ გიწევს გარეთ სეირნობა, იმიტომ რომ გამწვანება სახშიც გაქვს. კი, რა თქმა უნდა. ამ ოთახში თუ სეირნობ ხოლმე. ამ ოთახში ვსეირნობ? კი. არ ვიცი. ძაღლი არ მყავს, აქედან გამომდინარე მარტო რომ ვისეირნო. ცოტა ვერ უნდა ვიყო მე მგონი კარგი. ესე რა დადი. ხო რომ დავდიოდი ეგ და რა კარგი ბუნება. ისე მართლა ბუნებაა ამ სახში რაღაც იმდენი. ბუნებაა და იმიტომ ვკითხულობ. იმ ზეგამოვიდა ამასობაში შეგვიძლია გარეთ გავისეირო. ხო? თუ არა. არა, მე მგონი აი გეჩვენება. მე მგონი არა. ხო ფლეშბეკია. აი მე აი შემოწ. זה თუ ფლეშბეკი. ამას მე ვახმოვანებ. ვაიმე გადავ. მე მის სოფლიო ვარ. გოგო რო არის ჩემი ხმა. ჩემი შეყვარებული უცხო პლანეტელია. ჩემს კუნძულზე 20 დინოზავრი ცხოვრობს. ეს უცხო პლანეტელია. ჩემი შეყვარებული უცხო პლანეტა. მართლა ყავს შეყვარებული? კი, მაგრამ უცხო პლანეტელი არა, ხო? აქაურია, დედამიწელია. დედამიწელია მართალი. მოგრედ დაგიბრუნდებით ძალიან მალე და არ ვიცი რამეს ვიზამთ ხო მე მგონი. რამეს გავახერხებ. რამდენი გვაქვს? ძალდამა მაგვიზარა და გვინდა მოვამზადოთ ნინის საფირმო კერძი. ეს არის ომლეტი, ხო, მე მგონი. ომლეტი. რომელსაც დავარქვით რა? რომელსაც დავარქვით ურთიერთგაგება. პლუს ჰარმონია. პლუს ჰარმონია. ჩხილებში. ხო. რამდენი კვერცხი დაგჭირდება ორი კვერცხი შენია? დაგჭირდება მე მგონი, მეტი არა. კიდე რა დაგჭირდება? ყველი. ყველი და აუცილებლად. ზეხვი უნდა მქონდეს, აბა ვნახოთ. დაიცადე? ლიმონი არა, ხო? არა, ლიმონი ნამეტა. ლიმონი არა, ნიგოზი, ნიგოზი? ნიგოზიც არა. მოიცადე. რძე, არა, ზეხვით არა, აი, მაგ ყველი. გამახსენე. ყველი იქით დევს. ფერსი, ყველი. ხო. პამიდორი შეიძლება. პამიდორი შეიძლება. პამიდორი შეიძლება. ერთი პამიდორი. ინის საფირმო კერძს ვამზადებთ. ერთი პომიდორი, მაიონეზი, მაიონეზი. მაიონეზი. მე მგონი აი უკვე უკვე ძალიან ის არის. ბადრიჯანი არა, ატამი არა, მწვანილი არა. მე მგონი არა. მეტი ახლა ურთიერთგაგება რა ხომ ქვია? ლაი. არა. всё. ურთიერთგაგება რა ხარ? რა ხარ ქვია, მაშინ გაუგებ. ხო. მე ინგრედიენტები. ხო, და აქედან გამომდინარე, კვერცხი და პომიდორი ერთმანეთს უგებს. ყველიც უგებს. ყველიც უგებს. ზეთიც გვაქვს. ზეთიც გვაქვს. ახლა რა გვინდა? ჩვენ გვინდა რამე თებში. ძვირფას მეგობრებო, აიღებთ ამ ორ კვერცხს, არ გარეცხავთ პომიდორს აღება გარეცხავთ. აუცილებელი ხელში და აიღოთ ისე. ესე არ გარეცხავთ. გამრეცხავთ ხო კვერცხს? არა, კვერცხს არ გარეცხავთ. ესე იგი პომიდორს, პომიდორს გადაავლებთ წყალს. რომელსაც დადებთ თებში. შემდეგ ერთი ის გვინდა, აი პატარა დანა. პატარა დანაც ვიღებთ აუცილებლად. პატარას, დიც არა. დიც არა. შეხედეთ ახლა, ერთ ნახეთ. კვერცხს დაიჭერს აი ესე. მეგობარი, ასისტენტი, ერთ. ხო, ეს ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს ამ ყოველს. ხო, აუცილებლად საჭირო ყავდეთ ასისტენტი. თუ მთავარიც გეყოლებათ და იმის ასისტენტები კიდევ უფრო უკეთესი. მაშინ თქვენ საერთოდ არაფერს გაკეთება არ მოგიწევთ. აჰა, ესეც ორი კვერცხი. ესეც ორი კვერცხი. კვერცხი ძალიან მომაზად გამოიყურება ხო ისე. ძალიან. ეხლა რა ვქნათ, ავთქვიფოთ. ხავდა ავთქვიფოთ. პატარა ჩანგრით ან დიდი ჩანგრით. ნაზად მოურევთ. პატარა ვიზ ნაზად. ომლეტი არ არის, ეს არ გამოდის, მეტყვი. მაშინ ჩვენ მაშინ კვერცხს გინდა სუხარი ჩავყარო? სუხარი ჩავყაროთ, ხო, ეს მაგრამ სუხარი როგორ გაგებაში შედის. თუ პური. თუ ჭადი საერთოდ. არა, ჭადი უკვე აღარ უგებს. ჯადი ყოველ. აი, მოკლედ, აი. სუხარი არ უნდა იყოს. შეიძლება სუხარი მერე მოაყაროს ემოდან. ხო, ეგეც შეიძლება. ეხლა რა ხდება?
პომიდორს. ო, მართალია. მე ესე მაგნაც. აი ესე დაჭრით. და კვერცხს შევუერთგულებთ, ხო? ხო, შევუერთგულებ. ჩავყარო? აი ეს. ნაჭრები არ გადაგეყარ. ამასაც გამოიყურება. შვენივრად. ყო დიდი ნაჭერი ყოველთვის ვლამაზ. ყველაფერი დიდი ძალიან ხარკია. გეთანხმე. ყველი გაქვს პატარა, მაგრამ ეს კარგი. მარტო ყველია პატარა კარგი. ხო. და არ ესე, თხლად დაჭრით ყველს. ალბათ ესე, ხო? ხო, იქიდან გამომდინარე, რომ დაფა არ არის საჭირო, რომ იხმაროთ დასაჭირო. არ გვაქვს, მაგრამ ამავით. უბრალოდ არ უხდება ამ კერს. ხო, ხო, პრინციპში ეგრე. შეგახმება ამ ყველაფერს. შეგიძლიათ დაფა არ უნდა გამოიყენოთ. შემდეგ აიღებ ამ ყველაფერს და ჩაყრით აქ. აქ. სხვაგან კი აქ. ეს ესე. კიდე რა მარილს მოვაყრით. მარილს მოვაყრით კი აუცილებლად. ეს ყველი ძალიან მარილიანი ხواره. უნდა გასინჯოთ. ყველი თუ ძალიან მარილიანი, შესაძლოა მარილიანი არის. ეხლა შემდეგი ეტაპი არის იმაში, რომ აიღებ აფას. ავანთებ გას. ალეინათი აუცილებლად. თან ცით როგორი ალეინათი, რომელსაც კინზი მოყვა. საუკეთესო ნალისხის. კინზი უნდა მოყვა და საუკეთესო ხარისხის და უნდა ეს კინძის ხარ მოგვეყარა. მოვაყარო, თაბარა უნდა ქნა ეს აუცილებელია ატრიბუტია. და აუცილებლად უნდა იყოს ქოლესტერინის გარეშე და იყოს ვიტამინი E. გასხავთ კინძი ბოლოს უნდა ხო? ესე კონდა. რა, კინძი არა მე მივაკარის ტემპლები. ჩემი გამოგონებას. ანინერე კარაკი მაინც მიგეკრო კინძი რა იყო ზეცდა. ჩემი ის არის. მე ალეინამ დავდეთ კონტრაქტი. მე უშევ კინძი. ნინის ბიზნესია ხახალი. მარილი მაინც მიგეკრო, რომ ასოცირდებოდა. არა, იმის ასოცირდება ჩემთან ზეთთან დღეისშები. და ზეთი კინძდა პირი. ხო, შეგვიძლია მე მგონი დავასხა, კი არა და. მე მგონი ძალიან ბევრი ზეთი და. ძალიან ბევრია. ჩაგადავასხა ცოტა. გადაასხა ცოტა თუ მეტი მოგივათ არის შესაძლებლობა რომ გადაასხათ. აი და თქვენ. ავა. ახლა ჩავამერეთ. ჩავამას და ამ ყველაფერთან ერთად ხო, აი სილამაზე არის მთავარი რა, ესთეტიურად. თავარია გული. თავარეთ გაგება. ჩვენ გვინდოდა რაღაცა ზემოდან. სუხარი? სუხარი გვინდოდა ზემოდან. კინძი? კინძი ცოტა მერე უნდა მაგრამ. მაშინ შეგვიძლია ავიღოთ სუხარი. სუხარები დავდოთ ტაფაზე შენ ამბო ისედაც გამომწყვეტი მე რატომ ამოგრავი კაი მაშინ სუხარი დავდოთ ეს იმისთვის არის რა ქვია გაფორმებისთვის არის თუ 4-ნი აკეთებთ შესაბამისად 8 სუხარი უნდა დადოთ ეს გაფორმებისთვის სალადის ფუნქციებიც კარგი იქნება მაგრამ და კინძი და ბოლოში კინძი ოლეიბას კინძი ბევრი ხონა არა всё აი გავამაზა კინძმა პრინციპში ჩვენი კერძი ზას კაი შუნი ასდის ხო გაგოსინჯა გავსინჯა ხო აბა უნდა გავსინჯოთ ავუს მაყურებელმა არ იფიქროს რომ ჩვენ რაღაცას მაიმუნო პატარა მუსიკალური პაუზის შემდეგ ჩვენ მოავდა გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და 10 წუთით გასქურაზე უნდა იყოს და უკვე მზა კერძით ისე მოვიხარ მე 10 წუთში აფეთქდება მაგრამ არა იღადავე შენ ამ კერძს. ხო, ნახე? იღადავე და ნახავ.
არა, ხო როგორი ჭყანებოდა რომ იდეა, აგენ არ ვთქვით. ჩვენ შევჭამთ. ჭამოთ ხო. არა, დაუკრაცის წველი არ ვარ ჭამო. მეგონი ისე ხო? თუ არა. შიმშილობს ხო არ გადავყრით. ხო. დაგძლებთ მაგუზარეს და როგორც დაკვირდით ჩვენი კერძი უკვე მზად არის. ეს არის კერძის საუზნა, ეგრეთ წოდებული, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ურთიერთგაგება. პლუს ჰარმონია, ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს ურთიერთგაგებაში არიან, უგებენ ერთმანეთს. ესე მზად არის მე მგონი. მე მგონი არ კი არა, არა, მზად არის. მზად არა. ნახეთ რა არაჩვეულებრივად გამოიყურება მე მაგალითად აი ერთი სული მაქვს როდის გამო. მეც ერთი სული მაქვს, სული არ მაქვს. მოდი აქვე დავჭრათ, აქვე დავჭრათ ხო და თეთრებზე გადავიტანე. დაიცა. აი დანა, მზად არის. შენ წარმოიდგინე. ხო რა? კინძის გარეშე არ გამოვიდოდა ეს ყველაფერი, ხო მიხდი შეცდომამდე ბოლომდე. ეს შენია. მაყურებელმა რატო გითხრა უარი? მაყურებელ ვარ გინდა? და ნინი, საინტერესო ხშირად გიწევს თუ არა ესეთი კერძების მომზადება ხო? ხოთაშორის ამას ყოველდღე ვარდლადე. აქ თუ მე მგონი იქით, ხო? იქ რა ყავარდი. ყავასთან ერთად მივირთვათ, თან შეგიძლიათ საინფორმაციო გამიშვებას უყუროთ. ძალიან უხდება ურთიერთგაგება. 1 მოწამე. 2 და 3. გამოსვლის აუცილებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ორივე საკითხი ხوار დაგეულოთ ერთით ხოთვენს. ძალიან გემრიელია სხვათა შორის. სუხარით მიდის, ხო? სუხარით მიდის და პომიდორით მიდის. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია, მართლა. დავასვაჯერეთ თუ არა, მართლა გემრიელია. აშკარად არ ვაჯერებ. გასიჯავთ? აი ძალიან გემრიელია. თქვენ ეგეთი გემრიელი საუზმე არ ვიცი. სუხარი უხდება ძალიან. და კინზი? აი ერთი ყველისა ძალიან გემრიელი იყო. დიდი მადლობა. იცი ასე ვამბო. ყველი აკლია. ცოტა მეტი ყველი. ყველი სადაც იყოს უმე მომეძინა. ჩვენ იმედი გვაქვს, თან დიდი იმედი, რომ ჩვენთან ერთად მოამზადეთ ეს კერძი და თქვენც ახლა მიირთვით. ძალიან გემრიელი იყო. და ისე მოგეწონათ, როგორც ჩვენ მოგვეწონა, კინძთან ერთად დავოცინებლად. და ვინი, დიდი მადლობა, წარმატებულ დღეს გისურვებ, ძალიან კარგი დილა გაქვს. ყოველდღე ესეთი გქონდ, რა თქმა უნდა, ამ კერძთან ერთად ბოლოვდება შენი დილა. კარგი, როგორ ხასიათზე იქნება მთელი დღე? ძალიან კარგზე. თუ ნახევარსაათი მომიცა. კარგი. ჩვენ წავედით პრინციპში დაქტოვებს და ბედნიერად და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ. და შენ რომ მომეხმარე ამ კერძის მომზადებაში, და საერთოდ მეზობელს ვეძახი ხომ. კარგად იყავით. დიდი მადლობა. კარგად, შემოგვიარეთ ხოლმე. ასევე. ნახვამდის. კარგად იყავით. ეს იყო დილად ცნობილ ადამიანთან ნინი ბადურაშვილთან ერთად თავის სასარგებლო რჩევებით, ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან, რამდენი ცნობილი ადამიანი ვთქვა. იმედი მაქვს გაითვალისწინებთ ნინი ბადურაშვილის სასარგებლო რჩევებს დილისათვის, ჩვენ ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.